გატყუებენ გადართენ სხვა არხზე გადართენ პროპაგანდისტული არხის გარდა ნებისმიერზე გადართენ ხო რუსულ არხზე რომ გინდათ რომ გადართოთ მაგას გელაპარაკებთ თქვენ ახართ ის რუსი შემოვა და თქვენი გულისთვის შევა აგერ ხალხმა მიორა რუსულ არხზე ეხლა ხო ორად გაყოფილი ერი ხო და სულაში პოლიციის ხოცების დამსახურება ბიზნეს დამსახურება ერთი წამი რა ყველაფერი მოგადაგა ბიზნეს დამსახურება რომ ბიზნეს დამსახურება ისა ყველაფერი ის რომ ნორმალური ხელფასი არ გაქვს ნორმალური პენსია არ გაქვს ადამიანის უფლებები დაცული არ არის ცოტა სხვა რაღაცები თამას აწიეთ ცოტა თამას რაზე მაგალითად აი ხო კასეტური ბომბი არ ხიო ეხლა ხო გატყუებენ არაფერი არ არის ეგ არის პროპაგანდისტის გამოგონილი ნარატივი ხელისუფლებაში არ არია ჯედა გადაწყდა ტაძრებში და ოჯახში ვარდებიან ჩვენ არავის აძარში არ ევროკავშირში მაგიტო უნდა შევიდეთ რომ არა შევიდეთ არა თქვენმა პრემიერმა თქვა რომ არ შევიდეთ 2030 წლამდე ევროკავშირმა თვითონ გაფართოება მასეთი რამე არ უნდა შევიდეთ ამათგან არავისთვის დამისვამს კითხვა ისედაც ცხადი იყო რომ ამდენი და ამასაკის უბავშვო და აგრესიული ადამიანი ნაძვის ხის ზეიმზე საკუთარი ნებით არ მივიდოდა მაგრამ მიცნეს და თავად მომვარდნენ გამწარებულები მგონი ბატონმა რომ ტყუილად მიიყვანა იქ მაგ ჯავრის ჩემზე ამოყრა უნდოდათ მაგრამ უფრო გაბრაზებულები წავიდნენ თუმცა ამ ადამიანების გამწარების მასშტაბით ბობოლა ქოცების გუშინდელი დღით გამწარების ხარისხსაც შეგვიძლია მივხვდეთ არც ვაპირებდი ჩაწერას არავისთვის არც ერთი კითხვა არ დამისვამს არ ჭირდება შენი კითხვები ყველადან დასრულია კითხვები ნამდვილად კბილი ჭამეთ ქალბატონო დამშვიდდები კბილი ცხადია მე არავის დავცინი პირიქით თქვენი ბატონი დაგცინით მე მხოლოდ ვწუხვარ ამის გამო და ეს ბრაზი ზუსტად მისკენ უნდა მიმართოთ მათ შორის მაგიტომაც დგას ხალხი უწყვეტად თითქმის 20 დღეა რუსთაველზე რომ ამ ქვეყანამ თქვენთან ერთად ღირსება დაიბრუნოს რომ თქვენ დაიბრუნოთ ახალი წლის აღნიშვნის ხალისი